ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე ისაუბრეს დღეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ ქართული პროდუქციის ევროპის ქვეყნებში გატანის შემთხვევაში ბიზნესმენები საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აუცილებელია ქართული კანონმდებლობის ევროპულთან შესაბამისობაში მოყვანა და სათანადო რეფორმების გატარება. შეხვედრას საჭირის მთავრობის თვითმმართველი ერთეულებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ. ეს არის როგორც მოგახსენეთ არა მარტო საკანონმდებლო დაახლოება, არამედ ინსტიტუციური საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ინფორმირებული იყოს არა მარტო ცენტრალური ხელისუფლება და ცენტრალური ორგანოები, სავაჭრო შეთანხმების ძალას შესვლისთანავე გაუქმდება საბაჟო გადასახადები საქართველოში წარმოშობილ პროდუქციაზე ევროკავშირში იმპორტის შემთხვევაში. ეს არის ის პირველი ხელშესახების შედეგი, რომელსაც მიიღებს ქართული ბიზნესი და ქართული საქონელი. შეთანხმება ითვალისწინებს შესაბამის რეგულაციებთან შესაბამისობას, რისი გათვალისწინებაც მოხდება ამ შემთხვევაში ამ შეთანხმებაზე მომუშავე მხარეს, გულისხმობ ჩვენს მხარეს და შესაბამისად ამ შეთანხმების ფარგლებში, ამ რეგულაციებთან შესაბამისობის პირობებში იმ პუნქტების გათვალისწინებით, რაც ჩადებულია ამ შეთანხმებაში, მიღწეული იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელია მთლიანად ქვეყნისათვის.